სოფლიოში არსებობს ადგილები, რომლებიც აშენებულია ომისთვის, დიდი, ძვირადღირებული და იმდენად საიდუმლო, რომ თითქმის არავინ იცის მათი არსებობის შესახებ. სამხედრო ბაზები, რომლებიც ოდესღაც სავსე იყო ხალხით, ხმაურითა და ოპერაციებით, მაგრამ ახლა ისინი მხოლოდ სიჩუმეშია მიტოვებული. კუნძულებიდან, რომლებიც ოკეანის შუაგულშია, მიწისქვეშა ობიექტებამდე, არსებობს სამხედრო ბაზები, რომლებშიც მილიარდები დაიხარჯა, მაგრამ საბოლოოდ სრულიად მიატოვეს. და რაც უფრო გასაოცარია, ბევრი მათგანი საიდუმლოდ დარჩა, მაშინაც კი, როცა ისინი უკვე მიტოვებული იყო. ამ ვიდეოში ჩვენ ჩამოვთვლით მსოფლიოს 10 ყველაზე გამორჩეულ მიტოვებულ სამხედრო ბაზას. და გავიგებთ, რატო აშენდა ისინი და რატო მიატოვეს საბოლოოდ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის, კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ, ეხლა კი დავიწყოთ. ნომერი 10. აშიმას კუნძული. ნაგასაკის სანაპიროზე არის პატარა კუნძული, რომელიც შორიდან თითქოს რკინის გემს ჰგავს, რომელიც ზღვაში გაჩერებულია. ამიტომაც მას გუნკანჯიმა, ანუ საბრძოლო გემის კუნძული ეწოდება. ეს ჩვეულებრივი კუნძული არ არის. ეს იყო ყოფილი სანთო ქალაქი, რომელიც მიცუბიშის კორპორაციამ ააშენა წყალქვეშა ქვანახშირის მოპოვებისთვის მე-19 საუკუნის ბოლოსიდან მე-20 საუკუნემდე. მის აყვავების პერიოდში 1950-იან წლებში ამ პატარა ტერიტორიაზე 5000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული საზოგადოება თანამედროვე ისტორიაში. კუნძულზე, სადაც თითქმის არ იყო ბუნებრივი მიწა, აშენებული იყო საცხოვრებელი კორპუსები, სკოლა, საავადმყოფო და სხვა ობიექტები, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. თუმცა 1960-იან წლებში იაპონიაში ქვანახშირის მოთხოვნა შემცირდა, რადგან ქვეყანა ნავთობზე გადავიდა. ამის გამო მაღარო ნელ-ნელა მნიშვნელობა დაკარგა. 1974 წელს ოპერაცია შეწყდა და მოსახლეობა სწრაფად გაიქცა. დარჩა ნივთები, სახლები და მთელი საზოგადოება. თითქოს ყველაფერი უცებ გაჩერდა. დროის განმავლობაში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე შენობები ნელ-ნელა დააზიანა ამინდმა, სანამ კუნძული სულად მიტოვებულად იქცა. დღეს ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია და მისი მონახულება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ შორიდან, სადამკვირვებლო წერტილებიდან, რადგან ადგილი ჯერ კიდევ სახიფათოა. ნომერი 9. ბალაკლავის წყალქვეშა ნავების ბაზა. ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე არის პატარა ყურე, რომელიც ზღვიდან ჩვეულებრივი კლდისა და ქვის შესასვლელივით გამოიყურება. ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ დაინახავ. თითქოს ჩვეულებრივი ნავსადგურია, მაგრამ მის გვერდით თაში დამალულია ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო სამხედრო ობიექტი ცივი ომის დროიდან. 1950-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დიდი დაძაბულობა იყო, იოსებ სტალინმა უბრძანა ისეთი ადგილის პოვნა, სადაც წყალქვეშა ნავები ბირთვული თავდასხმისგან დამალვას შეძლებდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, იმ დროის ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების ოფიცერი იყო ბრენდ ტიბერია, რომელიც ასეთ სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობდა. ბალაკლავა აირჩიეს, რადგან ბუნებრივად დაფარული იყო. ღია ზღვიდან შესასვლელის დანახვა თითქმის შეუძლებელია, რადგან ის ვიწრო ყურეშია დამალული, რომელსაც მაღალი კლდეები აკრავს. შემდეგ წლებში მთის შიგნით გათხარეს და იქ მიწისქვეშა საზღვაო ბაზა გააკეთეს. კირქვის მთის ერთი ნაწილი პირდაპირ ამოჭრეს, რათა შეექმნათ გრძელი წყლის არხი, სადაც წყალქვეშა ნავებს შეეძლოთ გავლა. შიგნით არის სარემონტო დოკები, იარაღის საცავები, ტორპედოს ოთახები და სარდლობის ზონები. ეს არის მთელი სამხედრო კომპლექსი, რომელიც მთის ქვეშაა დამალული. მას ასევე შეეძლო ემსახურა როგორც ბირთვული თავდასხმისადმი გამძლე ობიექტს. ცივი ომის პერიოდის სამხედრო სტანდარტებით იყო დაპროექტებული, რათა ძლიერი სტრატეგიული დარტყმებისთვის გაეძლო. გარეთ ბალაკლავას ტერიტორია გახდა მკაცრად შეზღუდული სამხედრო ზონა და მოგვიანებით შევიდა სევასტოპოლის ადმინისტრაციაში, რათა უცხოური დაზვერვის რუკებზე დაფარული ყოფილიყო. ოპერაციის პერიოდში ამბობდნენ, რომ მთელ ტერიტორიაზე სინათლესაც კი აქრობდნენ, როცა წყალქვეშა ნავები შედიოდნენ ან გამოდიოდნენ, რათა ისინი ზღვიდან არ დაენახათ. მაგრამ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბაზა ნელ-ნელა მიატოვეს. შემდეგ წლებში ყველაფერი წაიღეს, რაც შეიძლებოდა: მეტალი, კაბელები, აღჭურვილობა. დარჩა მხოლოდ ერთი გამოფიტული მთა, რომელიც ადრე სავსე იყო სტრატეგიული სამხედრო აქტივობით. დღეს ეს მუზეუმად არის ქცეული და გვირაბის ზოგიერთი ნაწილი ფეხით გასავლელია. ეს მთლიანი მთა 7 შეხსენებაა იმ დროისა, როცა იგი წყალქვეშა ნავების სამალავად გამოიყენებოდა. ცივი ომის პერიოდში პარანოია. ნომერი 8. ჯელავას საჰაერო ბაზა. ყოფილი იუგოსლავიის საზღვარზე, ხორვატიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის, ბიხაჩთან ახლოს, არის სამხედრო ბაზა, რომელიც პირდაპირ მთის შიგნით იყო დამალული. იოსიპ ბროს ტიტოს დროს იუგოსლავიას სჭირდებოდა თავდაცვა, რომელსაც შეეძლო გადარჩენა ნატოს ან საბჭოთა კავშირის სარაკეტო თავდასხმის პირველ დარტყმასაც.
ამიტომ ისტორიული წყაროების მიხედვით შეიქმნა გეგმა, რომ საჰაერო ძალები მიწის ქვეშ მოეთავსებინათ. ეს პროექტი ცნობილია როგორც ობიექტო. ჯეკად 505 აშენდა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1950-იანი წლებიდან 1960-იანი წლებამდე. მთის შიგნით არის გვირაბების სისტემა, რომელიც რამდენიმე კილომეტრს აღწევს და შეუძლია დამალოს MiG-21 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები და სხვა სამხედრო თვითმფრინავებიც. მას ასევე აქვს საკუთარი რადარის სისტემა, რათა აკონტროლოს მთელი ბალკანეთის რეგიონის საჰაერო სივრცე. და აქვს ინფრასტრუქტურა ასობით ჯარისკაცისთვის, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე კვირის განმავლობაში მთაში ცხოვრება ბლოკადის შემთხვევაში. სამხედრო დიზაინის ჩანაწერების მიხედვით იგი აშენდა ისე, რომ გაუძლოს ძლიერ დაბომბვას, მათ შორის ბირთვული დონის საფრთხეებსაც. თუმცა ასეთი განცხადებები ყოველთვის დამოუკიდებლად არ არის დადასტურებული. მიჩნეულია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და ამბიციური სამხედრო ინფრასტრუქტურული პროექტია ცივი ომის პერიოდის ევროპაში. მაგრამ 1991 წელს იუგოსლავია დაშლას იწყებს. არეულობის ფონზე ბაზა ჯერ კიდევ გამოიყენებოდა რამდენიმე სამხედრო ოპერაციაში, თუმცა საბოლოოდ მიატოვეს. ომის შემდგომი ანგარიშების მიხედვით უკან დახეულმა ძალებმა სცადეს შიგნით არსებული ინფრასტრუქტურის აფეთქება, რამაც გამოიწვია გვირაბების ზოგიერთი ნაწილის ჩამონგრევა, თუმცა მთავარი სტრუქტურა უცვლელად დარჩა. დღემდე მთის შესასვლელები კვლავ დგას, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ყველაფერი დანგრეული და საშიშია. ეს არის მიტოვებული ციხესიმაგრე, რომელიც დროის მიერ კი არ განადგურდა, არამედ საკუთარი ისტორიის მიერ. ნომერი 7, დუფელსბერგი.